მოგესალმებით, ლაპარაკობს და უჩვენებს 42 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში. გთავაზობთ FM 102-სა და 3-ზე, გთავაზობთ ჩვენ საერთაშორისო მიმოხილვას. შოთა თხელიძე და გიორგი მიურაძე ვართ, როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმოხილვის ავტორები, ასე ვთქვათ. და ჩვეულებისამებრ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები, YouTube არხზე თუ არ ხართ, ჯერ კიდევ არ ხართ გამომწერები, გამოიწერეთ YouTube არხზე, Spotify-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოს ჩვენს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა მედიალური პროდუქტი. მოკლედ, ჩოთა, ერთი, რადგან წინა კვირას დავიწყეთ საუბარი, ცხადია, მაგრამ პრინციპში ახლა უკვე როგორც აღსრულებული ფაქტი შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის ნატოს სამიტი ანკარაში, რომელიც აგერ 7-8 ივლისს გაიმართა. დეკლარაცია არც თუ ისე ვრცელი, როგორც ვნახეთ, რაღაც 6 პუნქტიანი დეკლარაცია, სადღაც კი არა 6 პუნქტიანი დეკლარაცია და რამდენიმე ისეთი ძირითადი მესიჯი გაჟღერდა ამ დეკლარაციაში. ერთი, არ ვიცი რატო არის საჭირო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეთყობა, რომ პოლიტიკური განცხადება, რომ ნატოს წევრი ქვეყნები რჩებიან ერთგულნი მეხუთე პუნქტის. შემდეგ საუბარი იყო, ასე ვთქვათ, ამ თანხების ხარჯვაზე. მე ძალიან მენიშნა ასეთი ფორმულირება, რომ კანადამ და ევროპელმა პარტნიორებმა გაზარდეს დანახარჯები. ანუ რეალურად აქ რაღაც გარკვეული თვალსაზრისით ეს იყო ესეთი ტრამპისთვის გაკეთებული პოლიტიკური მესიჯი, რომ აი ჩვენ თქვენს მოთხოვნებს ვითვალისწინებთ და ეს რაღაცა დაპირისპირება, რომელიც არსებობს შიგნით, ალიანსის შიგნით უნდა იყოს რაღაცნაირად დაძლეული. ხო, ასევე საინტერესო ნაწილი იყო, ცხადია, ეს თქვათ 50 მილიარდის კონტრაქტების გაჟღერება სამხედრო, თქვათ, ინდუსტრიაში ინვესტირებასთან დაკავშირებით. ესეც ჩემი აზრით გარკვეული თვალსაზრისით იყო ტრამპისთვის გაგზავნილი მესიჯი, რომ ესე ვთქვათ, ამერიკული სამხედრო ინდუსტრია გარკვეულ თანხებს მიიღებს ამ პროექტებიდან სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამ წუთას ევროპულ იარაღის წარმოების ინდუსტრიაზე საუბარი არ არის, თითქოს, თუმცა იქვე იყო საუბარი იმაზე, რომ შეთანხმდნენ განვითარებაზე. ამ ინდუსტრიის განვითარებაზე და გარკვეულ საფრთხებზე და ასე. რუსეთი ახსენეს როგორც ძირითადი საფრთხე და ახსენეს ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი, უკრაინა როგორც, ასე ვთქვათ, ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების კონტრიბუტორი. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა დღეს არის ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორი, ესე რომ ვთქვათ, ხო და დანარჩენები კიდე ერთხელ იყო აქ ნახსენები კანადა და ევროპელი პარტნიორები, აი ამ ნაწილში, უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში, კანადა და ევროპელები თითქმის, ასე ვთქვათ, ერთპიროვნულად, ასე ვთქვათ, ხარჯავენ თანხებს, ანუ აქ იყო თითქოს აქ საინტერესო იყო ის, რომ არა ნატო უჭერს, ასე ვთქვათ, ამ დეკლარაციის საფუძველზე ფინანსურად მხარს, ასე ვთქვათ, უკრაინას, არამედ კანადა და ევროპელი პარტნიორები. ეს სავარაუდოდ არის რაღაც, ესე ვთქვათ, ისევ ტრამპის და შეიძლება ამ შემთხვევაში ერდოღანისაც, იმიტომ რომ ერდოღანი ეს თურქეთიც არ არის მოხსენიებული ამ ნაწილში, ხო? ესე ვთქვათ, სურვილი და მცდელობა არ იყვნენ კონფლიქტის მხარეებად მოაზრებულები ამ კონტექსტში. მოკლედ, ეს იყო დაახლოებით ეს დეკლარაციული მხარე ამ ყველაფრის. დანარჩენი ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც იყო იმის, რა ქვია, ალბანეთის პრემიერის თეთრი კეტები. ტრადიციული ედირამას მარკა არის თეთრი კეტები. გახსოვთ ალბათ რა ქვია მაგას მარკრუტე მასე რო აჩვენ შეხედ რა აცვიო წინაზე იყო მელონის რო დაუჩოქა თეთრკეტე ცოტა ისეთი აღარ მახსოვს ის რა ღონისძიება იყო ის ალბანეთში იყო რაღაც ევროპული თვითონ ალბანეთში იყო ტირანაში იყო რაღაც დიდი შეხედვები წინა სამიტი არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ხო არა სამიტი არ იყო ხო ნუ ეს სამიტი იყო იმ ტენდენციის გამოხატულება, გამოვლინება, რაც ორგანიზაციას აქვს ბოლო წლების განმავლობაში, რომ გარკვეულწილად შეერთებული შტატების მხრიდან დგება
რაღაც კრიტიკული საკითხები და ორგანიზაციის ზოგადად რევიზიის საკითხი, თუ რამდენად ჭირდება ნატო შეერთებულ შტატებს. ხო, კონკრეტულად მოდი ვთქვათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ამ შემთხვევაში და ასევე ჩვენ ხო და მთელი მცდელობა ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის მარკ რუტესი იყო იმის ჩვენება, რომ ორგანიზაცია არის ვალიდური, ორგანიზაციას აქვს მნიშვნელობა, ორგანიზაციას აქვს მიზანი და ცდილობდა აი ეს ინგლისურში არის კარგი სიტყვა ქართულად cohesion, ანუ რომ არსებობს ორგანიზაციული ერთიანობა, მოდი ესე ვთქვათ. იგივე როლი ქონდა მაგალითად იან სტოლტენბერგს, ხო, ყოფილ ასე ვთქვათ თავმჯდომარის ორგანიზაციის. მაგრამ ასევე მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიხილეთ ტრამპის ტრადიციული მესიჯები ორგანიზაციის მიმართ, ეს კრიტიკა, ასე ვთქვათ, ამ ხარჯებთან დაკავშირებით და ასევე მაგალითად ისეთი მოთხოვნები, ის პრეტენზიები, რაც ჰქონდა თვითონ ნატოს წევრ ქვეყნების მიმართ, ამ შემთხვევაში დანიის მიმართ, რომ დანია არ ხარჯავს ბევრს გრენლანდიაზე და გრენლანდია უნდა იყოს შეერთებული შტატების. თავარი მიმართულებაში როგორც ახსენე იყო უკრაინის საკითხი, ასევე კიდევ ერთხელ დადგინდა რომ ორგანიზაციის თავარი მეტოქე და მტერი არის რუსეთი. თავარი მიღწევა ამ სამიტის ის იყო რომ 2027 წლისთვის შეთანხმდნენ რომ უკრაინას დაეხმარებიან თუ სწორად მახსოვს 70 მილიარდით. ეს იყო ამის ლევანდელი ბიუჯეტი თითქოს. იცი რატომ არის ეს მიღწევა რომ რამდენიმე ქვეყანა იყო წინააღმდეგი რომ აიღო ვალდებულება 2027 წლის ბიუჯეტში ამ ხარჯების გაღების ერთ-ერთი იყო იტალია მელონი, თუმცა ეს წინააღმდეგობა მისი გადაწყდა, მოდი ესე ვთქვათ. და მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ეს იყო შეპირება ტრამპის რომ შეერთებული შტატები მიცემს უკრაინას ლიცენზიას აწარმოოს პატრიოტთა სისტემების რაკეტები. აქ ახლა უნდა დავსვათ საკითხი თუ რამდენად შეიძლება განხორციელდეს ახლა ეს პრაქტიკაში. ხო, პირველი ის რომ პატრიოტების რაკეტებს თავად შეერთებული შტატები ვერ აწარმოებს იმ რაოდენობით, რაც ჭირდება, დეფიციტია, იგივე აი ახლა აღმოსავლეთში მიმდინარე ომიდან გამომდინარე ისრაელს ვერ აწვდის საკმარის რაოდენობას და ეს შეიძლება ითქვას რომ დეფიციტურია ეს ისე აქვე უბრალოდ და კონკრეტულად ისრაელს აქვს ლიცენზია პატრიოტის არა მე მგონი არა ხო აი ეგეც მე შევეხოთ მაგ საკითხს ყველაფერს ხსნის ამ შემთხვევაში ხო და მეორე ხო უნდა ახსენოთ ის რომ ამის ინფრასტრუქტურა ჯერ არ არსებობს ალბათ უკრაინაში რომ ესეთი სარაკეტო სისტემები აიწყოს და ეს პროცესი რომს დაიწყოს ეს იქნება მთავარი სამიზნე ამ ომში ხო ეს ბოლო კვირების მოვლენები გვაჩვენებს რომ მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში რუსეთის გახდა სამხედრო ინფრასტრუქტურა და სამხედრო რეზერვები ჩემი აზრით ეს არის გარკვეულწილად დიპლომატიური თამაში იმ თვალსაზრისით რომ შეერთებულმა შტატებმა პასუხისმგებლობა გადაისროლა უკრაინის მხარეს რომ აი წლების განმავლობაში უკრაინას თხოვდა ამ რაკეტების მიწოდებას ჯერ შემდგომ ამ ლიცენზიის მიცემას და ეს ლიცენზიის შეპირება არის ეს პასუხისმგებლობის გადატანა რომ აი შეერთებულ შტატებმა ეს თქვენ მოგცათ და ამიერიდან აღარ მოგთხოვოთ ეს არა ჯერ ერთი მან კიდე საკითხავია რამდენად მართლა მისცემენ ამ ლიცენზიას ხო ეს კიდე მეორე საკითხია რომ დაუშვათ რომ ეს იმიტომ რომ ხა ტრამპისგან ეგ ხო იცი ხშირად ხდება ხოლმე ხა მაგალითად იგივე ახსენა ესე ვთქვათ უსაფცის დაკეტვის შესაძლებლობაც უკრაინის თავზე ეს ახსენა მაგრამ ანუ რეალურად მისი ესე ვთქვათ ენა რო განვიხილოთ მუდმივად არის ხოლმე ამ საუბარში ამ განცხადებებში ესეთი რამე რომ შესაძლოა თუ ეს საჭირო გახდება და ასე შემდეგ ანუ ასეთი სიტყვები რომლითაც საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება კი არ ჩანს არამედ რაღაცა უბრალოდ არ იმუშება რა ქვია არ უარყოფს შესაძლებლობას ასეთ ესეთი ვერბალური манипуляციები არის რის გამოვლინება რომ სავარაუდოდ როდესაც იკრიბება ეს უშიშროების საბჭო ან რაღაც ძალოვანი სტრუქტურები ახდენენ რეპორტინგს პრეზიდენტთან იქ რაღაცა განიხილება სცენარები ან რაღაცა მიმართულებები და ეს ალბათ ტრამპი ამას გააჟღერებს ხოლმე ამ სცენარებს საჯაროდ. ანუ ამის თვითონ შეუძლებელია ტრამპს დაიბადოს მსგავსი მოსაზრებები, იმიტომ რომ ამ საკითხებში თვითონ არ არის კარგად გარკვეული. ერთი კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ამ სამიძე იყო გაჟღერებული ეს არის რომ შეერთებული შტატები მოუხსნის სანქციებს თურქეთს
ავიამოიერიშეების მიწოდების თვალსაზრისით და ტრამპი დათანხმდა, რომ შეერთებული შტატები F-35 გამანადგურებას მისცემს თურქეთს, ოღონდ ესეც დაახლოებით 2040 წლის შემდგომ. ანუ ეს შეპირება იყო ესე თქვა, რო ჩამოწერენ თავის. ხო. ანუ ჯერ უყურეთ ვიზეც არის შეპირებული ამ ავიამოიერიშეებს, ჯერ ის ქვეყნები არის რიგში, რომელთაც ის არ მიუღიათ და პროცესი ამ თვითმფრინავების საწყობის არის საკმაოდ ნელი. ნუ ესეც იყო რაღაცა ტრანსფორმაციული მომენტი, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 15 წელიწადია ეს არის ყადაღებული საკითხი, რომ აი S-400-ებზე უნდა თქვას უარი თურქეთმა რუსეთისგან და ამის შემდგომ ასე ვთქვათ მისცემს შეერთებული შტატები ამ F-35-ებს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ესეთი საკითხი, რომელიც იყო მეტნაკლებად კრიტიკული, ეს იყო თვითონ თურქეთის, ნახანთ თურქეთში ტარდებოდა ეს სამიტი, თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა, ბევრი კითხვა დაისვა ამ მიმართულებით ჟურნალისტების მხრიდან, რომ აი მაგალითად ისრაელის საგარეო პოლიტიკაში თანამთან შედის თურქეთი როგორც გამოწვევა, რიტორიკაც უფრო მწვავდება და იყო ასეთი კითხვა თუ რა მოხდება თუ კი მოხდა სამხედრო შეტაკება ისრაელსა და თურქეთს შორის, ამოქმედდება თუ არა მეხუთე მუხლი და ამაზე მაგალითად მარკ რუტეს ჰქონდა, უпроსტად არ ჰქონდა პასუხი და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ რაღაც კონკრეტული პასუხი გაეცა, ნუ მან რაღაცა ზოგადად უთხრა, რომ ერდოღანი არის ნიჭიერი ან ჭკვიანი მართველი და ის არ დაუშვებს მსგავსი მოცემულობის შექმნას. ეს რას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუ არ არის მსგავსი მართველი? ხო, მან თქონდა კითხვა, რომ კი შეიძლება ერდოღანმა არ დაუშვას, მაგრამ აი ნეთანიაჰუ რა დაუშვას მე რა ვშვებით. ამაზე რა ვიცი ხა უცებ გაახსენდა 7 ოქტომბერი 2023 წლის, ანუ ჰამასის თავდასხმა რა შუაში იყო კითხვასთან ეს პასუხი ვერ გავიგე, მაგრამ ესეც იმის მაგალითი იყო თვალსაჩინო, რომ მსგავს კრიტიკულ საკითხებზე პასუხები არ აქვს ლიდერშიპს. იგივე მაგალითად იყო, რომ დანიელმა ჟურნალისტმა კითხა რუტეს, რომ აი როდესაც თქვენ გვერდით ეჯექით ტრამპს ის გრენლანდიაზე საუბრობდა და თქვენ არაფერი არ გითხოვთ და რამდენად ეს ანუ თქვენ სანდოობას აჩენს წევრ ქვეყნებში როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ამაზეც აირიდა პასუხი, რომ ახლა შეერთებული შტატები არის მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ ორგანიზაციაში, ნუ პირდაპირ პასუხი ამ კრიტიკულ საკითხზეც არ გასცა. ხო, ნუ მოკლედ ეგ ისეთი თემა. კიდევ ერთი რამე იყო დეკლარაციაში, რაც ასევე საინტერესო იყო, ანუ ცოტა ასე ვთქვათ სახალისო ინფორმაციაც ერთოდა ამ პროცესს ზემოდან. ეს იყო დეკლარაციაში წერია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა გადახედონ და შეამსუბუქონ, ესე ვთქვათ, იმპორტ-ექსპორტის საკითხები იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით წევრებს შორის. რაც ახლა პრობლემას წარმოადგენს მათი შეფასებით, ასე ვთქვათ, და ამას დაერთო ის, რომ ერდოღანის მიერ ნაჩუქარი რევოლვერები რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ქვეყანაში ვერ წაიღო სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო შეზღუდვების გამო. ხო, ანუ ესეც საინტერესო რამეა, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს სამხედრო ალიანსი, რომლის შიგნითაც, ვთქვათ, იარაღით ვაჭრობა არის რაღაც გარკვეული პრობლემების წინაშე, ხო? ეს ბევრს მეტყველებს ჩემი აზრით ამ ალიანსის შესახებ. როგორც სამხედრო ალიანსის შესახებ არა, ახლა როგორც პოლიტიკური, არამედ როგორც სამხედრო ალიანსის შესახებ, ხო? ხო, შეიძლება ეს წინა პოდკასტშიც ვახსენეთ, რომ წარმოებელი ქვეყნები ცდილობენ მონოპოლიზებას ბაზრის, ხო? ნუ ძირითადად მაინც შეერთებული შტატებია მოთამაშე და შეიძლება აქ არის თვითონ სისტემების ჰარმონიზაცია, რომ ნატოს წევრ ქვეყანას ჰქონდეს საერთო სისტემა შეიარაღების იქნება ეს თავდაცვა, იგივე სარადარო სისტემები და შემდეგ. ამ მიმართულებით სავარაუდოდ ხო შეერთებული შტატები ეცდება, რომ ტოტალური დომინაცია ქონდეს ნატოს ბაზარზე. თვითონ ახლა მარკ რუტემაც ახსენა, ჯერ ერთი ის ახსენა, რომ მთავარი არ არის აქ თანხების და ფინანსების მობილიზება, მთავარი არის პროდუქტის, ანუ საქონლის შექმნა, ანუ შეიარაღების შექმნა, ეს არის გამოწვევა ორგანიზაციისთვის და ესეთი ფრაზაც ახსენა, რომ სამხედრო ინდუსტრიამ უნდა დაიწოს გუგუნი, ესეთი პირდაპირ თარგმანი რომ ავიღოთ. ესეც ნიშნავს იმას, რომ ნატო, ნუ კონკრეტულად შეიძლება ევროპული მხარე ემზადება გრძელვადიანი გამომფიტავი ომისთვის რუსეთთან მიმართებაში და ნუ ცდილობს, რომ აი ამ გამომფიტავ ომში ის არ იყოს პირველი, რომელიც გამოიფიტება. ეს არის მთელი ორიენტირი და ეს მთელი ეს სამიტიც იყო
რეალურად მესიჯი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი დიპლომატიური გზებით არ გადაწყდება, რომ დასავლური მხარე მზადაა, რომ ეს ომი გაიწელოს იქამდე, სანამ იგივე ეს ყოფილი ომის დივნის ლოიდ ოსტინის სიტყვები არ განხორციელდება, ხო? რუსეთის დასუსტება როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის, ხო? მისი გამოთიშვა საერთაშორისო ასპარეზიდან. ხო, ანუ ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ანკარის სამიტი იყო ამის რეალურად დაანონსება, რომ ეს არის სისტემური ომი, რომელიც ასე მარტივად არ გადაწყდება და ორივე მხარე მზადაა გაიღოს მაქსიმალური იმისათვის, რომ გარკვეულწილად ამ ომში მათი, ასე ვთქვათ, მიზნები მიიღწეს. ანუ ეს რაღაცა გარკვეული მცდელობები, აქ საუბარი იყო მათ შორის ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა შედგა ამ ნატოს სამიტის ფარგლებში, ზელენსკისა და ნავროცკის შეხვედრა შედგა. თუმცა როგორც განცხადდა შემდეგ ინფორმაცია გამოვიდა ესეთი პრინციპული საკითხები ისტორიის შეფასებასთან დაკავშირებით დაძლეული არ ყოფილა ამ შეხვედრაზე. მეგონი არც უსაუბრიათ. ხო, შეიძლება არც უსაუბრიათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრის გამართვა, ესე რა ქვია, ვიზუალისტვის. და ესე იგი ის რაღაცა შეფასებები, კი არა, კომენტარები, რომელიც ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის დროს იყო რუსეთთან დიალოგთან დაკავშირებით, ხო? მე მგონი რაღაცა გავთვალსაზრისით ცხადყოფს, რომ დიალოგისთვის არც ერთი მხარე არ ესე იგი მცდელობებს, ასე ვთქვათ, არ ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა ტიპის დიალოგი განახლდეს და წარიმართოს, ხო? ანუ აი მაგალითად. ხო, ეს კითხვაც რომ დაუსვეს მოსკოვში თუ აპირებს ჩასვლას, ხო? ეს ხო შეთანხმდა, არ შეთანხმდა ვერბალურად, რომ ანქორიჯში მიიპატიჟა პუტინმა მაშინ მოსკოვში და ნუ ეს ნახევრად ცინიკური პასუხი გასცა, რომ მოსკოვი დღეს არ არის უსაფრთხო, იქ დრონები დაფრინავენ. ეგ ზელენსკიმ თქვა. ზელენსკიმ თქვა, ხო. ეგ ზელენსკიმ თქვა. ანუ არა, ნახე ტრამპს კითხეს უпростоრეთ, კი ტრამპი საუბრობდა იმაზე, რომ როგორ არის და მე რო ვესაუბრებ პუტინსო, ის მზად არისო, ის მოუწოდებსო ზელენსკისო, რომ მოსკოვში ჩავიდესო და თავად იმას აკნა, რა ქვია, ეს ეგრე გადახედა ზელენსკის და კითხა, რომ ის რა ქვია, ჩახვალო მოსკოვში. აი ამაზე უპასუხა, რომ არ არის უსაფრთხო, იქ უკრაინული დრონები დაფრინავენ. ხო. ხო, ანუ რეალურად აქ აი ეს მომენტი, რომ ესკალაციის ეგრეთ წოდებულ კიბეზე, როგორც უყვართ ხოლმე თქვა, ჯერ კიდე აღმავალი მიმართულებით მიდის ეს კონფლიქტი, ეს თითქოს სულ უფრო მეტად იჩენს თავს, ხო? ურთიერთდაბომბვებით ამ ფრონტის ხაზზე ესე ვთქვათ, ცალკეული გამწვავებებით, რაღაცა ტერიტორიების აღება, დაკარგვა, ასე შემდეგ, როგორც ვინ როგორ უყურებს ამას ყველაფერს, ხო? მოკლედ აქ არ ჩანს თითქოს ესეთი გამოსავალი ამ კონფლიქტიდან და კი მართალი ხარ, რომ რაღაც თითქოს ამ შემთხვევაში გამოფიტვის საკითხი დღის წესრიგში დგას. ჩვენ წინა კვირასაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკელებისთვისაც ეს კონფლიქტი მისაღებია აი ამ სამხედრო ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, წარმატებისთვის, მასში ინვესტიციების მოზიდვისთვის ევროპელების მხრიდან, აი სწორედ ეს 70 მილიარდი, რომელზეც შეთანხმდნენ ახლა მაგალითად წელს რომ უნდა გამოყონ და ასე შემდეგ და კიდე ევროკავშირი რო არის შეთანხმებული 90 მილიარდზე და ასე შემდეგ. სათუ არა ამერიკის სამხედრო ინდუსტრიაში წავა ეს ყველაფერი, ნუ ამ მოკლევადებში ვიდრე მანამ სანამ ევროპელები არ მოახდენენ საკუთარი ესე ვთქვათ ინდუსტრიის ამოქაჩვას და ასე ვთქვათ ფეხზე დაყენებას, როგორც ეს მათ აქვთ დაგეგმილი. თუმცა მეორე მოთამაშეც არის საინტერესო ამ თვალსაზრისით, ეს არის თურქეთი. ეს სახელობითი რევოლვერები ტყუილად არ გადაუცია მას, ხო, მან მიუთითა საკუთარ სამხედრო ინდუსტრიაზე და საკუთარ წარმოებაზე, თურქულ სამხედრო წარმოებაზე, რომელიც ასე ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში განიცდის რაღაც გარკვეულ ასე ვთქვათ წინსვლას, ხო? მე კარგად არ ვიცნობ თურქულ სამხედრო ინდუსტრიას, მაგრამ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ესეთ დონეზე, ანუ დაბლფასიან სეგმენტში, იარაღის წარმოებაში, ან კონვენციური იარაღის წარმოებაში, საკმაოდ ფართო ინდუსტრია აქვს გაშლილი, როგორც ვიცი. ხო, ხა კარგად ჩახედული არც მე ვარ, მაგრამ სტრატეგიული შეიარაღების წარმოებაში თურქეთი ნაკლებად, ხო? ეს თურქული შეიარაღება უფრო არის, როგორ გითხრათ,
არასისტემურ მოთამაშესთან დასაპირისპირებელი შეერაღება იქნება ეს ჯავშან ტრანსპორტიორები, იგივე ეს დრონები, აქანჯის ტიპის დრონი არის ყველაზე თანამედროვე, თუმცა ეხლა მსგავსი ტიპის დრონების გამოყენება უკრაინის კონფლიქტში უკვე ეს გავიარეთ 4 წლის წინ. გახსოვთ ალბათ ეს ბაირახტარები, იმიტომ რომ ბაირახტარი არის ყველაზე მარტივად გასანეიტრალებელი დრონი, ხო? იგივე ჩვენ მაგალითად ხედავთ ბაირახტარზე უკეთესი არის MQ ტიპის რადარები, დრონები, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს, მაგრამ ყველაზე თავარი მსხვერპლი მაგალითად შეერთებულ შტატებისა და ირანის კონფლიქტში სწორედ ეს დრონებია, ხო? იმიტომ რომ ისინი საკმაოდ დიდია ზომაში, აქვთ სწრაფად ვერ მოძრაობენ და მარტივი სამიზნეები არიან. სხვა ესეთი მიმართულება ეხა თურქულ მე მგონი რაღაცა ტანკების ტიპი რაღაცა. იარაღს აწარმოებენ კიდე, ანუ ისეთი აქვია შაშხანებს და ავტომატური იარაღს და რაღაც ასე შემდეგ. კი, ამ ტიპის წარმოება აქვთ. რომლის თავარი ხო ესეთი შემსყიდველი შეიძლება იყოს არასახელმწიფო სუბიექტები სხვადასხვა კონფლიქტებში, ხო, ბევრია ეგეთი აფრიკაში. მაგრამ ხო თვითონ შეიძლება სამეზობლოში გაყიდოს იგივე სირიის მიმართულებით, იგივე ერაყის მიმართულებით, ხო? არა, უარს არ იტყოდა მე მგონი უკრაინისთვის, ასე ვთქვათ. ამ მიმართულებით არ ვიცი, რამდენად შეიძლება დათანხმდეს შეერთებული შტატები, რომ თურქეთმა ჩაანაცვლოს ის, ხო? ხო, არა, ჯერ ერთ ჩაანაცვლებს პოტენციალიდან გამომდინარე, მაგრამ მე ვამბობ ამ მცირე ზომით რაღაცნაირად შეიძლება შევიდეს და სურვილი აქვს თითქოს. ხო, აქ იყო ეხლა გამახსენდა თურქეთმა ესეთი განცხადება გააკეთა, რომ თურქებს აქვთ გემჩენებლობის მზარდი ინდუსტრია. და ისინი მზად არიან ამ მიმართულებით დაეხმარონ შეერთებულ შტატებს. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი. თვითონ ხო, ისინი აკეთებენ როგორც მცირე ზომის კრეისერებს, სამხედრო გემებს, ასევე სხვა დანიშნულების გემებსაც, მაგალითად იქნება ეს კვლევითი გემები, რომლებიც ზღვის შევსე ეძებენ, ხო? საზღვრის დაცვის და ესენი ხო, კი, ეს მცირე ზომის გემები. მე გულისხმობ ცოტა დიდი ზომის გემებს. ხო, ამის წარმოების შესაძლებლობები თანდათან ვითარდება თურქეთში. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნეს ეგრეთ წოდებული ცისფერი სამშობლოს კონცეფცია. Blue Homeland ეს ინგლისურად, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თურქეთმა უნდა დაიცვას სამომავლოდ საკუთარი საზღვაო აკვატორია. თავარი ორიენტირი არის საბერძნეთი, კვიპროსი და ნუ ახლა პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგრამ შავ ზღვაში რუსეთთან კონკურენციაც იგულისხმება. ამ ცისფერი სამშობლოს კონცეფციაში მოიაზრებოდა ის, რომ თურქეთმა მაქსიმალურად უნდა მონახოს ეს გაზის ან ნავთობის რესურსები, როგორც ხმელთაშუა ზღვაში, ასევე შავ ზღვაში და ამ პროექტის ფარგლებში იყო, რომ რაღაც ერთი საბადო იპოვეს დასავლეთ შავ ზღვაში, სადღაც ბულგარეთის აკვატორიასთან ახლოს, მაგრამ ისეთი დიდი მოცულობის არ იყო, რომ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იყო, რომელიც არის რეალურად ნახევარი წლის თუ სადღაც 1 წლის მოხმარება თურქეთის. და ასევე ამ მიმართულებით არის დაპირისპირება კვიპროსის საზღვაო წყლებთან, იმიტომ რომ კვიპროსის საზღვაო წყლებში არის საკმაოდ ესეთი გაზის მოცულობები დიდი და ეს დელიმიტაცია, დემარკაცია ამ ტერიტორიის არ ხდება, ვერ ხდება. ნუ გარდა იმისა, რომ აქ არის კიდევ ესე ვთქვათ ჩრდილო კვიპროსის არაღიარებული სახელმწიფოც, ხო? ანუ ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თვითონ ეს საკითხი უკვე შეერთებულ შტატების სამხედრო შეიარაღებაში დადგა, ხო? წინა პოდკასტში ვახსენე, რომ გემების რაოდენობის ზრდა არის მნიშვნელოვანი შეერთებულ შტატებისთვის, იმიტომ რომ ის რაღაც მომავალში ემზადება წყნარ ოკეანეთში რაღაც დაპირისპირებებისთვის. კი ბატონო, მოკლედ ეს რაც შეეხება ესე ვთქვათ ნატოს სამიტს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა დასრულდა და მის ძირითადი ელემენტები, რა ვიცი, შეიძლება კიდე იყო რამე, მაგრამ მე მგონი ძირითადი ნაწილი მიმოვიხილეთ. ხა რაც შეეხება ბოლო კიდე ერთ პუნქტს ამ იმიდან, რა ქვია მაგას, რეზოლუციიდან, მართალია სამიტიდან გადავდივართ სხვა თემაზე, მაგრამ კარგი გადასაყვანი თემა. ნატოს წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ირანს, რომ პატივისცეს ისე ვთქვათ, საერთაშორისო წყლებში მიმოსვლას, კომერციული გემების მიმოსვლას და ისე ვთქვათ, როგორც ტრამპმა გამოაცხადა, ახლა მზად არიან ნატოს წევრები, რომ დაეხმარონ ამერიკას. და ოღონდ ეს უკვე გვიანია და მას არ ჭირდება დახმარება მათგან, ისე ვთქვათ, თუმცა იმასაც ამბობს ხოლმე ხშირად, რომ არც მანამდე ჭირდებოდა დახმარება, მაგრამ
ეს რაღაცა ისეთი იყო. მათთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ამერიკასთან ერთად ყოფილიყვნენ ამ კონფლიქტში, ესე ვთქვათ, ხო, ჩაბმულები. რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით, სწორედ ამ კონფლიქტთან მიმართებაში არის ის, რომ არ ვიცი ხა ეს მემორანდუმი დაირღვა, არ დაირღვა, ამ ტერმინებში შეიძლება თუ არა მემორანდუმზე საუბარი. მაგრამ ნუ ფაქტია, რომ დარტყმები გაცვალეს მხარეებმა, ისე ამერიკამ განახორციელა გარკვეული ესე ვთქვათ, სარაკეტო იერიში ირანის ტერიტორიაზე, ამის საპასუხოდ ირანმა უპასუხა ბაჰრეინში და ქუვეითში, ხო მე მგონი? გუშინ იყო იორდანიაში ამერიკაზე. კი ბატონო. და შესაბამისად რაღაცა თითქოს ორივე მხარე მზად არის, რომ ეს დარტყმები განახორციელონ. ტრამპმა განაცხადა, რომ არავითარი ესე ვთქვათ, მემორანდუმი აღარ არსებობსო, რაღაც ესეთი განცხადებაც გააკეთა. მხარეთა შორის და ნუ ბრალდება იყო ასეთი, რომ ირანმა მიიტანა კომერციულ გემზე იერიში ჰორმუზის სრუტეში და ამის საპასუხოდ მოხდა ვთქვათ ამერიკელების თავდასხმა, თუმცა ირანი უარყოფს ამ ინფორმაციას და ასე ვთქვათ არადასტურებს შესაბამისად აი ეს მოცემულობა გვაქვს, რომ არ ვიცით ეს რამდენად შეიძლება გაგრძელდეს ეს დარტყმები, რამდენად შეიძლება ასე ვთქვათ გადაიზარდოს უფრო ფართო მასშტაბიან, ასე ვთქვათ, იერიშებში. და ამის მიუხედავად არსებობს ინფორმაცია, რომ ბირთვულ საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებები გრძელდება ირანსა და ამერიკას შორის. დღეს NBC News-მა დაწერა ამის თაობაზე, რომ ტექნიკური საუბარი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გრძელდება და მთავარი მიზანი ამერიკის ამ გამოცემაზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ინსაიდერული ინფორმაცია აქვს ამ თემაზე, რომ მთავარი მიზანი არის, რომ ბირთვული იარაღი არ კონდეს ირანს, რაც დეკლარაციაშიც ეწერა. ხო, დავიწყოთ ახლა იმ ანკარის დეკლარაციის ბოლო პუნქტით, ეს სასახად შეერთებული შტატების მხრიდან, ასე ვთქვათ, დაძალებული ჩანაწერი შეიძლება ესე იყოს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს არეალი არ არის. კვერის დაკვრის საკითხი იყო. ნატოს არეალი არ არის სპარსეთის ყურე, შესაბამისად ეს იყო შეერთებული შტატების ინიციატივა, რომ ესაც ჩაეწერა. არც ავღანეთი. ხო, თვითონ ახლა ხო ესეც არის მარკო რუბიო ხშირად ამბობს, რომ ეს არის თავისუფალი საზღვაო წყლები და ირანი არ ღვევს საერთაშორისო კონვენციებს, რომლის წევრი რეალურად ირანი არ არის გაეროს საზღვაო კანონის. თუმცა ეს ასე არ არის, მრავალჯერ ვახსენეთ, ამას აღარ გავიმეორებ. თვითონ ახლა რა მოცემულობაში ვართ, რეალურად პრობლემა წარმოიქმნა იქიდან, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში ეს ორი მხარე არასწორად კითხულობს თუ რა არის ჰორმუზის სრუტის გახსნა. ამერიკული პერსპექტივით ეს არის ანუ ის სტატუს კო რაც იყო ომამდე და ირანული პერსპექტივით ეს არის ის რომ ყველა გემმა უნდა გაიაროს ირანის საზღვაო წყლებით და უნდა აიღოს ნებართვა ირანისგან. თუ ამას არ გააკეთებს და შეეცდებოდა ომანის წყლებით გავლას ირანის ნებართვის გარეშე, მაშინ ეს თავისუფალი გასვლა აღარ გამოდიოდა, ხო? ანუ ეს შემდეგი 60 დღე ასეთი ფორმატი უნდა ყოფილიყო. აი, წინა კვირაში, რამდენიმე დღის წინ იყო, რომ რამდენიმე 4 თუ 5 გემი საუდის არაბეთის, საემიროებისა და ყატარის გადიოდა ზუსტად აი ომანის წყლებით ირანთან შეუთანხმებლად და ამის გამო აღმოჩნდნენ ისინი თავდასხმის მსხვერპლები. მე ვარაუდობ, რომ რადგან აი ამ გემებზე თავდასხმამ გამოიწვია ასეთი ხისტი პასუხი ამერიკის მხრიდან, დიდი ალბათობით ეს გემები მიდიოდნენ შეერთებულ შტატებში, ან შეიძლება ამ გემებით სარგებელი უნდა ენახა დონალდ ტრამპის გარემოცვას. ეს ამის თქმის აფუძველს მაძლევს ის, რომ აქამდეც ხდებოდა თავდასხმები სხვადასხვა გემებზე ირანის მხრიდან, თუმცა ესეთი ხისტი პასუხი არ მოყოლია, მაგრამ ეს რაღაცა კოლექტიურად 5 გემზე ერთად მოხდა თავდასხმა და ნუ ეს გახდა ესეთი გადამწყვეტი მომენტი, რომ დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ისაც გადაწყვიტა, რომ ეს რეალურად ურთიერთგაგების მემორანდუმი დაესრულებინა. ნუ დაესრულებინა რა, ნუ რეალურად არც ერთი პუნქტი არ სრულდებოდა პრაქტიკაში. და პასუხი იყო, ხო, თავარი სამიზნეები ტრადიციულად იყო ეს ჰორმუზის სრუტის ყელში არსებული ინფრასტრუქტურა, ქეშმის კუნძულზე არსებული და ქალაქ სირიკის პორტი და ასევე ბანდარ აბასის პორტი იყო ერთ-ერთი თავარი სამიზნე.
რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ლოჯისტიკური ჰაბია ირანისთვის. ასევე მთავარი სამიზნე იყო ქალაქ ბუშერში სარადარო სისტემები, ეს ცოტა სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით არის ქალაქი ბუშერი. რაც ახლოს არის ატომურ ელექტროსადგურთან, როგორც კი, და თვითონ ეს ბუშერი ახლოს არის ხარგის კუნძულთან, რაღაცა რამდენიმე კილომეტრი აშორებს, შეიძლება ამ ბუშერიდან ხდება ტრანზიტი ნავთობის ხარგზე და მე გასვლა ირანიდან. და მეორე დღეს მთავარი სამიზნე იყო ჩაბაჰარის პორტი. ეს არის ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო პორტი, იგივე ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო პორტი, რომელიც არის ინდოეთის ფლობელობაში. და მოიაზრება აი ამ როგორ გითხრათ, აი გვადარის პორტთან ერთად ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურად, აი აზიური რაღაცა ვაჭრობისთვის. ასევე ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ თავდასხმები მოხდა ირან-თურქმენეთის სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც შემდგომ გრძელდება და მიდის ჩინეთში. ეს რკინიგზაც ააშენა ჩინეთმა და სულ შარშან ნოემბერში, მე მგონი, შარშან შემოდგომაზე გაიხსნა ეს რკინიგზა, რომლითაც თეირანში რო ჩავიდა. ხო, აი ჩინეთი საბოლოოდ რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდა ირანს. თუმცა მე შემდგომ როგორც ფოტომასალით გაიყვა, ეს არ იყო არც არაკეტო თავდასხმა, არც რაღაცა ისეთი საჰაერო თავდასხმით აფეთქებული არ იყო, ეს იყო რაღაცა დივერსიული ქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ზიანი არ იყო, ასე ვთქვათ, მიყენებული და მე შემდგომ გავვრცელდა, რომ ერთი ხაზი რკინიგზის მონაკვეთის ხო ორი პარალელი ხომ იცი, ერთი მალევე აღდგა და მეორესაც დაჭირდა 1 თუ 2 დღე აღსადგენად. ანუ ესეც თვითონ ირანელები ვარაუდობენ, რომ შიდა რაღაცა დივერსიულმა ჯგუფმა ჩაიდინა ეს ქმედება. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ მაგალითად შეერთებულ შტატებს შეიძლება სურდეს ირანული და ირანულ-რუსული კომუნიკაციების განადგურება, რომ რაღაც პოტენციურ მომავალში თუ ეს კონფლიქტი კვლავ სრულმასშტაბიან ფორმატში გადავიდა, რომ ეს საკომუნიკაციო ხაზები კონდეს გაწყვეტილი ირანს. რასაც რეალურად წინა დღეებში უსწრებდა ასეთი ესე ვთქვათ ხელშეკრულება ირანს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩრდილოეთის სამხრეთის ასე ვთქვათ დამაკავშირებელი გზების ინფრასტრუქტურის გამართვასთან დაკავშირებით, ხო? ჯერ კიდევ ადრე იყო ამასთან დაკავშირებით ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ეხლა ეს სამხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო, ასე ვთქვათ, საშუალებით, წყლით, ხმელეთით, ამ ხმელეთზე რკინიგზა, ავტომობილები და ასე შემდეგ, ამ ვაჭრობის გაძლიერებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ხო, ეს პროექტი უკვე წლებია არსებობს. სამხრეთის ჩრდილოეთის ვაჭრობა არის ერთ-ერთი ესეთი ცენტრალური საკითხი, როგორც აზიური სახელმწიფოებისთვის, ინდოეთისთვის, როგორც ახსენე, ხო, მაგალითად ის პორტი და იგივე ეს აქვე ბანდარ-აბასის საკითხი ჩინეთისთვის არის საკმაოდ საინტერესო და ასე შემდეგ. ეს პროექტი არსებობს წლებია, არის დარჩენილი მხოლოდ მე მგონი 40-45 კილომეტრიანი მონაკვეთი, რაშთი ასთარას მონაკვეთი. თუმცა აზერბაიჯანული მხარე არ ცდილობდა ამ მონაკვეთის აღდგენას. შეიძლება მისი ისრაელთან მოკავშირეობიდან გამომდინარე, შეიძლება არსებობდა ინფორმაცია, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ირანთან კონფლიქტი, ვთქვათ, დაძრულიყო. არ ვიცი, ხამას სპეკულირებ, ხო? მაგრამ ამ ომმა აჩვენა ის, რომ აზერბაიჯანი იძულებულია, რომ გარკვეულწილად ურთიერთობა ჰქონდეს ირანთან, რომ ის რაღაც კონფრონტაციული ისტორიული გამოცდილება, ესეთი რაღაცა მეგობრული ურთიერთობა მაინც არ არის ირანსა და აზერბაიჯანს შორის. შეიძლება აქ არის რაღაცა თურქული ელემენტიც, რომ მაგალითად თურქეთი ეუბნება აზერბაიჯანს, რომ ჯობია, რომ ირანთან ჰქონდეს რაღაცა სავაჭრო ურთიერთობები. გამომდინარე, აი იგივე რაც ვახსენეთ, რომ ისრაელის რიტორიკაში უკვე რაღაცა ეს სუნიტური რკალის მთავარ მტრად წარმოჩინდება თურქეთი და ამ შემთხვევაში თურქეთის ინტერესია ირანმა დღევანდელი მოცემულობით იარსებოს, იმიტომ რომ ისრაელს ყავდეს დამაბალანსებელი ირანის სახით და არა ეს თელი წონა და ტვირთი არ გადავიდეს თურქეთზე. შეიძლება ეს
თლიან სპეკულირების საკითხია. ამის გარდა ეკონომიკური ელემენტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რატო? იმიტომ რომ რეალურად იმას რა ქვია, რუსეთსა და ირანს შორის ვაჭრობა არსებობს, დიდი ხნის განმავლობაში ის არსებობს, გამოიყენება როგორც კასპიის ზღვა, ასევე საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ცენტრალური აზია ამ ვაჭრობისთვის და აზერბაიჯანისთვის აქ არის ერთი რაღაცა, ან ის კარგავს ამ შესაძლებლობას, რომ მასზე იაროს ამ ტვირთებმა და მანი ხეიროს ამ ტვირთების გატარებით და შესაბამისად მთელი ტვირთები გადავა თქვათ კასპიის ზღვაზე და ცენტრალურ აზიაში, ან ჩაერთვება ამ პროცესში და მიიღებს სარგებელს, ასე ვთქვათ, ხო? აი ამ ვაჭრო, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა ამ წუთას სამხრეთ ჩრდილოეთის საშუალებით, სომხეთ საქართველოს გავლით, მაგალითად არ არის ასეთი, ვთქვათ, არც ინფრასტრუქტურა მზად იმისთვის, რომ გაატაროს ტვირთები და არც პოლიტიკური მოცემულობა არის მომწიფებული ამ პროცესისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს ეს ვარიანტი, ხო? ან ცენტრალური აზიით მიდის, ან მოდის აზერბაიჯანის გავლით. ხო, ანუ აზერბაიჯანი რეალურად არის კვანძი. აი ამ დიდი კონტინენტური ხო ცოტა ხმამაღალი თქვა, ვაჭრობის კვანძი არის, რომ შეიძლება გეოგრაფიულად საქართველოზე შეიძლება ისეთი შეიძლება კონტინენტური თქვა, იმიტომ რომ ანუ თუ ის პროექტი განხორციელდა, რომელზეც ირანი და რუსეთი საუბრობდნენ, რომელიც ითვალისწინებდა ბანდარ-აბასიდან პეტერბურგამდე 12 დღეში ჩატანას ტვირთების. ეს რა თქმა უნდა გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს კონტინენტურ ვაჭრობის მარშრუტი. ევროპა-აზია გამოდის, ხო? არასწორად არ მithქვას. და ესეც თვითონ ბზეჟინსკი წერდა, რომ კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აზერბაიჯანია. ზუსტად ამიტომ, გარდა იმისა, რომ ნავთობი და გაზი აქვს, მას ალბათ ესწოდა იმას, რომ რაღაცა აი სავაჭრო გზების საომავლო სავაჭრო გზების თავარი კვანძი ყოფილიყო აზერბაიჯანი. რაღაცები ხო იცი. ხო თვითონ აი ეს ირან-აზერბაიჯანის ესეთი დავარქვათ ამას გადატვირთვა ურთიერთობების ცოტა უცნაურია მაინც აი ამ მიმდინარე ომის მსვლელობისას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება ეს იყოს ისევე თურქული საგარეო პოლიტიკის შედეგი და არა თავად აზერბაიჯანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ასე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ გარკვეულწილად აი გადატვირთვის პროცესშია აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებიც, ხო? ნუ ისე ვერ მოეწერებოდა ხო ამ შეთანხმებას ხელი. აი გამომდინარე იმ რაღაცა დაპირისპირებებისა, რაც არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში, ხო, რამდენიმე ინციდენტი. ხო, ამ თვითმფრინავის შემდეგ თუმცა ყაზახეთში პუტინის და ალიევის შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეს ურთიერთობები ცხადი. კი, ნუ შემდგომ უკრაინაში აზერბაიჯანულ ნავთობის ქსელზე ეგეც მანამდე იყო, შეხვედრამდე იყო. ხო, მანამდე იყო, ანუ ეს ინციდენტების საკითხი რომ ამოვწუროთ კი. კი ბატონო. მოკლედ მან ესე იგი არ ვიცით ეხლა რეალურად შენი აზრით დასრულდა ეს მოლაპარაკებების პროცესი თუ როგორ შეიძლება დავინახოთ ახლა ამის პერსპექტივა? პრობლემა მდგომარეობს რაში, რომ შეერთებულ შტატებს ამ მომენტისთვის არ შეუძლია ინტენსიური ყოველდღიური ხანგრძლივადიანი ომის წარღვევა. გამომდინარე აი ამ დეფიციტისა, რასაც მას აქვს აი ამ თავდაცვის სარაკეტო სისტემებში და თავდასხმის სარაკეტო სისტემებშიც. ასევე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აი ეგრეთ წოდებული სამიზნეების ბანკიც არის ამოწურული. ანუ რას უნდა ესროლოს შეერთებულ შტატებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ხო, ამიტომაც იყო, რომ აი გადავიდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. თან არ დაგვაუწყდეს ისიც, რომ ხო, აი ეს მნიშვნელოვანი, რომ ირანმა განაცხადა შემდეგი რაღაცა, რომ თუ კი ომი დაბრუნდება სრულმასშტაბიან ფორმატში, ირანი განიხილავს როგორც ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვას, ბაბელმანდების სრუტის ჩაკეტვას ასევე სრულად, ასევე განიხილავს ბირთვული გაურცევლობლობის ხელშეკრულების დატოვებას. იემენელი ჰუსიტების გამოყენებას. ხო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. აი ამ ბირთვული გაურცევლობების ხელშეკრულების დატოვებას და ბირთვული დოქტრინის გადააზრებას, გადახედვას და ასევე საოპერაციო ტაქტიკულ მოქმედებებში შევა როგორც ამერიკული სამხედრო, ასევე ნავთობტანკერები გახდება მათი სამიზნე და ასევე სამიზნე გახდება ამერიკული ცოცხალი ძალა რეგიონში, რომ მაქსიმალურად მტკივნეული გახდეს ომის წარმოება შეერთებული შტატებისთვის.
ამის რესურსი ირანს გააჩნია და ეხა არ ვიცი ეხა როგორ გითხრათ თან არის პრობლემა რა რომ აი ივლისის ბოლოს აგვისტოს შუა რიცხვებში სადღაც ეს პერიოდში უკვე კრიტიკულად დაბალი იქნება აი სტრატეგიული რეზერვები შეერთებული შტატების ნავთობ რეზერვების ხო მიმართულებით ცოტა რთული ანუ ეს მოცემულობა ლოგიკურად გვაფიქრებინებს იმას რომ ეს კონფლიქტი არ უნდა გაგრძელდეს მაგრამ არის აქ მეორე ეს ისრაელის და ნეთანიაჰუს მომენტი რომლებიც ეს დაჟინებით ხოვენ რომ არანაირი ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი არ შესრულდეს და ეს ომი გაგრძელდეს რაღაცა დასასრულის გარეშე სავარაუდოდ ასე ვთქვათ შეიძლება იყოს პაუზა მაგრამ ეს პროცესი მიგვანიშნებს იმას რომ როგორც შეერთებულ შტატებს ასევე ისრაელს სურს ირანზე თავდასხმების ნორმალიზება, რომ აი, როდესაც მოუნდება შეერთებულ შტატებს ან ისრაელს, მაშინ განაახლონ ირანზე თავდასხმა, მაშინ დაიწყო ომი. ანუ, მაგრამ ირანის თავარი მისია ამ ომში არის, რომ ამის ნორმალიზება არ მოხდეს. როგორ უნდა მოხდეს ეგ ამბავი? აი, ზუსტად მე რაც ვახსენე, რომ მან ირანის მისია არის, რომ მან მაქსიმალურად ტკივნეული უნდა გახადოს ეს გავიგე, მაგრამ ანუ თქვა თუ ომი ეს იმ შემთხვევაში თუ ომი გადადის ესეთი მოდი ესე ვთქვა, ხო, ანუ იღებს მუდმივ ხასიათს, უნდა ჩვეულებრივ ფართომასშტაბიანი ომი იწყება, ამ შემთხვევაში ის გასაგები, მაგრამ აი ვთქვათ დაგარტყეს უპასუხე, ხო? ანუ რეალურად ეს ნორმალიზების საკითხი ეგ არის, ხო? ამერიკელები ესე ადგებიან რაღაცა წერტილობით რაღაცას დაარტყავენ, შემდეგ დააპაუზებენ, შემდეგ ესენი რაღაცას უპასუხებენ სადღაც და ნუ ეს არ ვიცი ხა რამდენად შეიძლება შენი პასუხები მართლა ისეთი მტკივნეული იყოს, რომ მეორედ აღარ დაგარტყან ახლა, არ ვიცი, აი ამ ეს მოცემულობა ჩვენ დიდი ხნის მანძილობაში ვაკვირდებოდით ამას, ხო, ისრაელი და ირანის შორის გაცვლით სარაკეტო დარტყმები რაღაცა დაარტყავენ, გააფრთხილებს ის რომ მეც დაგარტყავდა და გაარტყავს და ასე შემდეგ და ნუ საბოლოო ჯამში ამითი არ წყდება პრობლემა, ხო? ანუ ხო, აი საბოლოოდ მაინც თავარი იარაღი აქ არის ჰორმუზის სრუტე. რომ თუ მსგავსი ფორმატი გაგრძელდა რაღაცა ესე ტალღური რომ რაღაცა ყოველ რაღაც მომენტში გადაწყვეტება ანუ თავარი ესე იგი სტრატეგიული იარაღი ირანის ხელში ეს არის ეს ნავთობის ვაჭრობის რაღაც მომენტში როდესაც თეირანი მიხვდება რომ აზრი არ აქვს არანაირი რაღაც სამშვიდობო დიპლომატიური პროცესი ის ამ ჰორმუზის სრუტეს ადგება და ჭაკება სხვათა შორის იყო ერთი ვიდეო ერთი რამდენიმე დღის წინ თუ არ ვიცი გუშინ წინ შემხვდა ირანში სადაც საკმაოდ ესე ვთქვათ, ნუ არ ვიცი, შეიძლება მიგზავნილი ხალხი იყო ან რაღაცას შემდეგ, საკმაოდ აგრესიულად შეხვდნენ არახჩის ქუჩაში. რომ ესე ვთქვათ, აი რადიკალური ჯგუფები, ასე ვთქვათ, ირანის მხრიდან, რომლებიც საერთოდ ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ მოლაპარაკებებს ამერიკასთან. როგორ არის იცი ეს აი აქციები რა ქვია აი ამ გასვენების პროცესშიც იყო ეს რადიკალური ფრთა ირანული საზოგადოების რომელიც არის ალბათ აფილირებული აი ირანის რევოლუციური გუშაკთა კორპუსთან და მათი მხარდამჭერები არიან მაგალითად ძალიან ესეთი რადიკალური განცხადებები იყო რომ აუცილებელია რევანში ჩვენ უნდა მოუკლათ ტრამპი ჩვენ უნდა მოუკლათ ნეთანიაჰუ და ეხ ბოლოს მაშადშიც ესეთი მსგავსი ტიპის განცხადება რა ქვია დემონსტრაციული შეძახილები იყო. ხო, ანუ ესეც იყო, რომ ერთ-ერთ ცვლილობისას პეზეშკიანზეც იყო გარკვეულწილად ზეწოლა, რომ რაღაცა მას უწოდებენ მოღალატეს, იგივე არახჩიზე, გამომდინარე იქიდან რომ ისინი არიან აი დიპლომატიური გზის მომხრეები, თუმცა ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური ზეწოლა აი ამ ჯგუფზე, რომ თავარი ხაზი იყოს ხისტი კონფრონტაციული მიმართულება, იგივე სამხედრო მიმართულება და ალტერნატიული მხოლოდ იყოს ეს დიპლომატიური ხაზი და არ გახდეს თავარი ან არ ჩაანდეს პრიორიტეტები არ ატრიალდეს, ხო? ან თავარი ხაზი არ იყოს დიპლომატიური, ეს არის გარკვეულწილად ხო მანიპულაციური პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში ირანის კონკრეტულად შეიძლება აიათოლას სმენელსა და მაყურებელს რო ისმოდეს ახლა პრინციპში ამ ომის დაწყებიდან არახჩის და ვთქვათ ფეზეშკიანის ძალაუფლება თითქმის ნოლის ტოლია ძირითადად ეს არის აიათოლას და გუშაკთა ხელში არის მთელი ძალაუფლება და ისინი პრინციპი მოლაპარაკებებზე როდესაც არახჩი მიდის და პარლამენტის თავმჯდომარე რაგვარია და მომწყდა
ყალიბაფი რომ მიდის, ხო, ნიშნავს რომ ისინი წარმოადგენენ ამ ესე ვთქვათ ძალაუფლების მატარებლებს. რა საკითხებზე ისაუბრონ, რაზე იყოს თანხმობა, რაზე არ იყოს თანხმობა, ეს თანხმდება მოშტაფა ხამენეისთან და შემდგომ ხდება ეს მოლაპარაკება. ისე არ იყოს წარმოჩენილი, რომ თითქოს სხვადასხვა ნარატივი ქონდეთ ახლა ამ ორი. თუმცა მაინც რაღაცა სახეებად მაინც ისინი წარმოდგებიან, იმიტომ რომ მედიაში ესენი ჩანან ხო არახში ყალიბაფის სახე. თუმცა აქეც თვითონ ხამენეის განცხადებაც ხო ნახეთ, როდესაც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომ ის თანხმდება ამ რეფორმატორთა ჯგუფის პოლიტიკურ მიმართულებას. თუმცა ის არ არის მომხრე ამის. სხვათა შორის ერთი ამი მაინტერესებს, მე არ შემხვედრია და უბრალოდ შენ ხო არ შეხვდა. სადმე გამოჩნდა არახში ამ ბოლო არახში ვიცით როგორ გამოიყურება, ამიტომ რომ არახში თუ ხამენეიზი. ხამენეი. დღეს ვკითხულობდი, რომ ის წაიკითხავს, არ ვიცი რაღაცა არ ვიცი მას რას ეწოდება, გამოსამშვიდობებელ ლიტურგიას, არის ეს ისლამში რა ეწოდება მას, საკუთარი ოჯახის, ოღონდ იქნება ჩანაწერი, ანუ ის ცოცხლად არ გამოჩნდება. ქალაქ ყუმში, აი ამ წმინდა შეიტურ ქალაქში იქნება ეს პროცესია. ხო, ალბათ იქნება ჩანაწერი, შეიძლება იყოს მხოლოდ ხმა არ გამოურიცხოთ, შეიძლება რაღაც ვიზუალურიც, ხო, ან დღეს იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა და კითხვის ნიშნებია, რომ აი ეს საჯაროდ არ გამოჩენილა მაშინ, როდესაც გამოჩნდა ყველა სამხედრო ლიდერი ირანის რევოლუციური გუშაკთა კორპუსის, რომლებიც აქამდე არ ჩანდნენ აი ამ დაკრძალვაზე თეირანში, ისინი ყველა იყო მისული და ამიტომ იყო რომ მე ტრამპმა განაცხადა, რომ აი ყველა იქარია და შემიძლია ვესროლ და გავანებო. კაი სამიზნეა. ამიტომ რაღაცა საზოგადოებრივი მოთხოვნაც არის, გარკვეულწილად დაკვეთაც არის, გარკვეულწილად რომ აი ამ გუშაკთა კორპუსის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმაც რაღაცა ლეგიტიმაცია შეიძინოს, ხო? ეს გარკვეულწილად რაღაცა ენთუზიაზმიც, დამატებითი რაღაცა იმპულსი მიცეს საზოგადოებას ხამენეის გამოჩენა. ხო, შეიძლება თხოვეს კიდევაც ან მოთხოვეს რაღაც. თუმცა მათ კატეგორიულად აუგრძალეს ცოცხლად გამოჩენა სადმე, იმიტომ რომ ის შეიძლება მარტივი სამიზნე აღმოჩნდეს. კი ბატონო. კარგი, მოკლედ იქ ერთი თემა არის კიდე, რომელიც უბრალოდ თქვათ ინფორმაციისთვის, რომ ეს კიდე დაკვირვების საგანი შეიძლება გახდეს. ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, ესე იგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოეწერება სომხეთთან ხელი, ვიდრე სანამ კონსტიტუციაში ცვლილებები არ განხორციელდება. ჩვენ ამაზე გვისაუბრია კონსტიტუციაში ცვლილებები, რა ტიპის პრობლემებს შეიძლება ასე ვთქვათ, წააწყდეს სომხური პოლიტიკური ცხოვრების სომხურ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამის საპასუხოდ ფაშინიანმა გაუპასუხა ამ საკითხს ასე, რომ წლის ბოლოს იქნება კონსტიტუციის ახალი რედაქცია წარმოდგენილი. ანუ და შემდეგ დაიწყება ცხადია უკვე განხილვები. ანუ პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა მინიმუმ 1 წლით გადადებულია და მხოლოდ ვთქვათ 1 წლის შემდეგ შეიძლება რომ დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. შოთა, მადლობა, რომ იყავი ჩვენთან ერთად და ესე გემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ საქართველოს რადიოს ეთერში FM 103.3-ზე უსმენთ 52 პარალელის საერთაშორისო მიმოხილვას. ვინც გვიყურებთ YouTube არხზე და არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი, გამოიწერეთ, Spotify-ზე შეგიძლიათ გვისმინოთ, ასევე Facebook-ზე, TikTok-ზე შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე სიახლეები ჩვენი, ასე ვთქვათ, მედია კონტენტის შესახებ. კარგად ზანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.